220,000 ლარი გადავიდა ტურისტული საინფორმაციო საინფორმაციო ისა კანონის მიზანი არის შემოსავლების გადასახადების დეპარტამენტის დასკვნა, რომელიც და მეორე სხვადასხვა შენიშნული ყვარა აქ გახლავთ თანამომხსენებელი საკითხია ასე ვთქვათ რედაქციული ხასიათის მომხსენებელი. კი ბატონო, კიდე ყვარა გვაქვს რამე შენიშნა. დევს ხო? დასკვნა ხო დევს. მუშაობ? წინააღმდეგი ყვარა არის. სამების რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ. რეგლამენტის შესაბამისად ყველა პროცედურა არის გაწერილი თუ როგორ უნდა წარმოადგენს უმაღლეს საბჭოში კანონპროექტი. სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით იყო ხარვეზი, თუმცა ჩემი მოხსენების შემდეგ უმრავლესობაში გაითვალისწინა ის აზრი, რომ უნდა გამოცხადებულიყო შესვენება, შესაბამისად ამოფრილიყო ხარვეზი და ვფიქრობ, რომ ამას საფრთხე ნამდვილად აღარ ემუქრება და მომავალშიც უმრავლესობა შეეცდება, რომ მანამ სანამ სხვამაზე გამოვა საკითხი, იყოს მომზადებული და იყოს სრულყოფილად წარმოდგენილი და არ იყოს ხარვეზიანი, რომ შემდეგ არ მოხდეს დროის უკმად ხარჯვა უშუალოდ ბიუროს ხმაზე. ბიუჯეტი გაიზარდა 11 მილიარდით, მნიშვნელოვანი პროექტები შეიძლება გამოიყოს. ეს არის 1 მილიონი ლარი გამოიყო ბიუროს ახალშენებისათვის სკოლის მუნიციპალიტეტში, ეს არის საწყის ეტაპზე. გეგმება მუშაობა კარგასი აშენდეს მიმდინარე წელს და მომდევნო წელს იქნება პროექტების სამუშაოები, ასევე გამოიყო 1,800,000 ლარი სატყეო გზების ტექნიკის შესაძლებლად გზების გაყვანისათვის. მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყო 3 მილიონი ლარი. ასევე დაზუსტა ბიუჯეტი სტიქეთ დაზარალებული ხარჯების სტიქის ხარჯებისათვის 1,800,000 ლარი და კიდევ ასევე დაწესებულებს სამშობლო მუნიციპალიტეტებში დაემატათ ახალი კომისიების დასაწყისად.